მზია ამაღლობელს პატიმრობა მიესაჯა 2 წლით. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა, მაგრამ მზია ამაღლობელი მაინც დამნაშავეცნო. 353 პრიმა მუხლის ნაცვლად ამჯერად 353 მუხლის პირველი ნაწილით. მოსამართლის განაჩენი მაინც ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა პატიმრობა. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილი ჯარიმას ითვალისწინებს. მუხლის გადაკვალიფიცირებით შეიცვალა არ მხოლოდ სასჯელის ვადა, არამედ ბრალიც. გაბათილდა პოლიციელზე თავდასხმის ვერსია, რასაც პროკურატურა 7 თვის განმავლობაში ამტკიცებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მზია ამაღლობელის ადვოკატების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ჟურნალისტის უფლებადამცველის მაია მწარიაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან. სინამდვილეში ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი არ აქვს. სინამდვილეში ეს არის არა განაჩენი, მინდა სწორად გაიგოს საზოგადოებამ, არამედ დასჯის დემონსტრატიული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი. იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ვსაუბრობთ ამდენი ხანი. ამიტომ სასამართლომ და სასამართლოს უკან იცით, ვისაც გულისხმობთ, ვინაიდან მთელი ხელისუფლება იყო, ასე ვთქვათ, ინკორპორირებული, ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისწამებლურ კომპანიაში და ამ საქმეში, ანუ ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა, სინამდვილეში არაფერი საერთო ამას არ აქვს 353 მუხლის კვალიფიკაციასთან. მზია ამაღლობელის განაჩენს არაპროპორციულსა და პოლიტიზირებულს უწოდებს ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა. ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერები არიან მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი და მოკავშირე ქვეყნები. ისინი საუბრობენ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მნიშვნელოვნად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს ევროპელი პარტნიორები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნას შეუერთდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გზავნილით ჟურნალისტობა დანაშაული არ არის. მზია ამაღლობელის განაჩენი დაგმოს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა. განცხადება ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილის დენის კრივოშეევის სახელით ვრცელდება. Amnesty International-ის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება და უარი სამედიცინო დახმარებაზე. ორგანიზაციის განმარტებით ჟურნალისტის სასამართლო პროცესების სავსე იყო პროცედურული დარღვევებითა და მიკერძოებით. ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დღებულაძის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ 14 ივლისის სასამართლოს ხდომაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმაც. დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და ჩვენებების მიუხედავად, მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული. პროკურატურა საქმეს არ იძიებს. მზია ამაღლობელის განაჩენს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. Facebook-ის პოსტში შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა რამდენიმე საქმე, რომელზეც მისი თქმით, ქართულმა სასამართლომ და სტრასბურგის სასამართლომ ერთნაირი განაჩენი გამოაცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ მიიჩნევს, რომ ევროპელი დიპლომატები თავს ესხმიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. გავადროდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში, მაგრამ ისევე როგორც არაერთხელ არც ერთი ეს საალჩო ბოდიშს არ მოიხდის. როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში რუსთავი ორის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე, საერთოდ არც ერთ საქმეზე, რომელშიც ეს საალჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ. ბოდიში არ მოიხადეს. სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გაუფასურეს საკუთარი სიტყვა. ბოლო თვეების განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები არაერთხელ გამოეხმაურდნენ მზია ამაღლობელის საქმეს. ჟურნალისტის შესახებ მმართველი პარტიის პოლიტიკოსების განცხადებები მზია ამაღლობელის ადვოკატებმა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევად შეაფასეს. ამის გამო მათ არაერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძისა და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გამოკითხვა, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა. 4 აგვისტოს დასკვნით სიტყვაში მზია ამაღლობელმა თქვა, რომ მოსამართლის განაჩენი არა მხოლოდ მისი, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმეში მონაწილე ყველა პირის სასჯელი იქნებოდა. ჟურნალისტი თავს გამარჯვებულად თვლის და ყველას, კოლეგებს, მხარდამჭერებსა და რიგით მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის.